ბოლო ზარზე მშობლები, ესე იგი, არ ვიცი, ჩუქნიან თუ ათხოვებენ ავტომობილს თავის შვილებს და უამრავი ტრაგედია მთავრდება და სინამდვილეში ძალიან ბევრი შემთხვევა ბოლო ზარის არის უბედურების ზარი რეალურად, იმიტომ რომ ხდება საგზაო შემთხვევები, სადაც იღუპებიან ბავშვები, არასრულწლოვნები და უბრალოდ მინდა მივმართო მშობლებს, რატო აკეთებთ ხალხო ამას, აი მართლა წარმოუდგენელია, რატო ღუპავთ საკუთარ შვილს, რატო ღუპავთ სხვის შვილებს, აი რატო აკეთებთ ამას, ანუ რა არის ეს, როდესაც აჟიტირებულ ბავშვებს, ანუ აჟიტირებულ კაი გაგებით ვამბობ ახლა ამ შემთხვევაში, ბავშვებს, რომელსაც მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა არ შეესაბამება საჭის მართვას, ძალიან მარტივად რო ვთქვათ, აი აძლევთ ავტომობილს და ღუპავთ ადამიანებს. აი ამას რატო აკეთებთ? ან ქორწილების ეს ხო უნდა დავასრულოთ სადღაც. ეხლა ყოველთვის ამბობენ, რომ აი დაჯარიმება იყოს და ასე შემდეგ, ხო? კი, იყოს, მაგრამ ყველა დარღვევაზე, ასე ვთქვათ, თითო ეკიპაჟი ვერ იქნება მიმაგრებული პოლიციის, ხო? ეს ქორწილის თემა, მაგალითად, ქორწილი არ იყოს საქართველოში ტრაგედიასთან დაკავშირებული. აი ხო შეიძლება ისე ჩატარდეს ეს ქორწილი, მართლა იყოს განწყობა, თხინი, ზეიმი და იგივე ბოლო ზარის შემთხვევაში. ნუ ამას ამ ტრაგედიებს ხო ადამიანები ქმნიან თავად. ანუ კანონს უნდა აღვასრულებდეთ ჩვენ თვითონ და კანონი თუ არ სრულდება, ამას პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა შესაბამის სტრუქტურებს აქვს, მაგრამ პირველი კანონის აღსრულებელი ჩვენ ვართ.